ბოიკოტიდან არჩევნებამდე ოპოზიციის შეცვლილი ტაქტიკა და მკვეთრად შეცვლილი გზავნილები. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა და ოპოზიციონერი ლიდერის გამარჯვებამ ქართული ოპოზიციური სპექტრის ნაწილს ახალი ინსპირაცია მისცა. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის მსგავსად 2024 წელსაც არჩევნების შედეგს ბოიკოტი გამოუცხადეს, საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებსაც გაემიჯნენ და ელექტორატს არჩევნებზე არ წასვლისკენ მოუწოდებდნენ. ახლა საკუთარ სამოქმედო გეგმაში აქცენტს სწორედ ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხებაზე აკეთებენ. მანამდე კი საპროტესტო მუხტის გაძლიერებას გეგმავენ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ძალები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ალიანსის შექმნეს, არ აკონკრეტებენ ისევ ვადამდელ თუ 2028 წლის არჩევნებზე აკეთებენ გათვლას. არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციური პლატფორმის ლიდერი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც თვეების წინ მოქალაქეებს საარჩევნო ყუთების ნაცვლად რუსთაველის გამზირზე გასვლისა და პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. არც თუ შორეულ წარსულში გაკეთებულ სხვა შინაარსის განცხადებებს ახლა ალიანსის წევრებს ის პარტიები ახსენებენ, რომლებიც ბოიკოტის შეწყვეტისა და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გამო ამ ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალებისგან თავდასხმების და მწვავე კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ. რა შეცვალა უნგრეთის მაგალითმა ოპოზიციის ხედვაში? თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი. მე მჯერა არჩევნების. მე ამ ქვეყნისთვის მინდა რომ არჩევნებით ნამდვილად მოხდეს ეს ამ ქართული ოცნების წასვლა. არჩევნები რომ მმართველობის დემოკრატიული გზით შეცვლის უალტერნატივო გზა, ამაზე ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში თანხმდებოდნენ. მშვიდობიანი და კანონიერი გზით მოტანილ ცვლილებებს რომ ქვეყნისთვისაც მეტი სარგებელი მოაქვს, დღეს უკვე საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ნამდვილად ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა წინ, რომელიც ხელს არ შეუშლის არც განვითარებას და პირიქით ძალიან სწრაფად დაგვაბრუნებს ჩვენ რელსებზე. სხვაგვარად ჩვენ გზას გავუხსნით არეულობას, დესტაბილიზაციას. ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 2 დღის წინ გაკეთებული ეს განცხადება გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა მისი ბოლოდროინდელი გზავნილები. მაგალითად ის არ ემხრობოდა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას და პროცესის დისკრედიტაციას ახდენდა. იმ დროს არჩევნებში მონაწილეობის საკითხმა გაყო მანამდე ერთ პოზიციაზე მყოფი ოპოზიციის გზებიც. მაშინ გახარიას და ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდები ამომრჩევლებს საარჩევნო ყუთებთან ნაციონალური მოძრაობა და გვარამია მელია გირჩიდრუას ერთობა კი საპროტესტო შეკრებებზე ეპატიჟებოდნენ. მაშინ წინააღმდეგობრივ მოქმედებებს ირჩევდა სალომე ზურაბიშვილიც. ჩვენ არ მივდივართ ამ არჩევნების ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი თემა არის როგორ გავაძლიეროთ ის პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ყველა ჩვენ ამ დღემდე. ზურაბიშვილის ეს განცხადება 2025 წლის 9 ივლისითაა დათარიღებული. შეიძლება ითქვას, რომ ექს-პრეზიდენტის ამ განცხადებამ მაშინ კიდევ უფრო წაახალისა არჩევნების ბოიკოტის მომხრეების აგრესია. შედეგად ელექტორატთა გარკვეულმა ნაწილმაც უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და სანაცვლოდ იმავე დღეს ხელისუფლების რევოლუციის გზით შესაცვლელად დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. უფრო ზუსტად ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობისთვის, როგორც ამას მათივე ავტორები მოიხსენიებდნენ. იმ ღამემ ცვლილება მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ღობეს, მიმდებარე ქუჩებს და აქციაზე დაკავებულებს მოუტანა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირდაპირ გამოდიოდა და ამბობდა არჩევნების დღეს მათ შორის, რომ არ წახვიდეთ არჩევნებში, პირდაპირ ასაკუთრებს სიტყვები, არ წახვიდეთ არჩევნებზე, არჩევნებზე წასვლის ნაცვლად მოდით რუსთაველზე. და რუსთაველზე რა ელოდა ხალხს, რა იყო დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა. რა მოიტანა მშვიდობიანმა დამხობამ 4 ოქტომბერს? კარგად ვნახეთ. მათ 64-ვე მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად გადაულოცეს ადგილობრივი ხელისუფლება ოცნებას და თქვენ კარგად იცით, რომ ამბის გამომტანის არ არის ბევრი საკრებულოდან დღეს. ცალსახად ვერ მივესალმებოდი მის წარსულში აბსოლუტურად მცდარ პოზიციებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ეხა ის რომ გავუტან ზურაბიშვილი შემოუერთდა ძლიერ საქართველოს და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც თulit რომ ხო ერთადერთი ნორმალური, რეალისტური გზა ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების არის ის, რაც მოხდა მოძმე უნგრეთში არჩევნებით, აი ამ რეჟიმის დამარცხება, ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი.
საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოზიციები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს არ შეუცვლია. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ბოლო 2 წელია არჩევნებს და მის შედეგებს არ აღიარებს, ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ კონსერვატიულ პოლიტიკასაც აკრიტიკებდა და აქცენტს ბრიუსელის მიერ მოწონებულ დღისწესრიგზე აკეთებდა. ახლა მათი ნაწილი ამბობს, რომ სტრატეგია შესაძლებელია და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ქრისტიანულ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს. ყველაფერი ეს შეემთხვევა უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს, სადაც რამდენიმე ვადით ხელისუფლებაში მყოფი ვიქტორ ორბანის მთავრობა ოპოზიციამ სწორედ არჩევნებით ჩაანაცვლა. აქ კი არის კიდევ ერთი დეტალი. გამარჯვებამდე უნგრული ოპოზიციური პარტია ბოიკოტის რეჟიმში არ იმყოფებოდა. მათ შორის მონაწილეობდა თვითმმართველობის არჩევნებში და მოპოვებული მანდატის ფარგლებში მოსახლეობის პრიორიტეტებზე აქცენტირებდა. იქცა თუ არა უნგრეთში გამარჯვებული პეტერ მაგიარის მოქმედების კურსი. ქართული ოპოზიციისთვის ახალი სტრატეგიის ინსპირაციად ამ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხებს გაურბიან იმ ოპოზიციაში, სადაც სალომე ზურაბიშვილის მსგავსად არჩევნების იდეას ეწინააღმდეგებოდნენ. ჩვენი საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, დიახ, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს ის რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფრთხის შემქმნელი არის. ოღონდ განსხვავებით თავისუფალი ქვეყნებისგან და ქვეყნებისგან, რომელიც არიან ნატოს და ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვჭირდება არჩევნებამდე იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის საპროტესტო ტალღა, მშვიდობიანი, რომელიც მოგცემს შანსს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. უნგრეთის მაგალითამდე ქართული ოპოზიციის ნაწილი წარმატების გზას ეძებდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციასა თუ ნეპალის აჯანყებაში, რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოპონენტების მხრიდან გარე მოვლენებზე დაკვირვება ქართული ოცნებისთვის მათ არა თანმიმდევრულობაზე მიანიშნებს და მორიგ ჯერზე უმყარებთ აზრს, რომ ქართულ ოპოზიციას საკუთარი დამოუკიდებელი მოქმედების კურსი არ გააჩნია და მათ არც ერთ სცენარს, არც რევოლუციურს და არც საარჩევნოს მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს. ხა უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება რაღაც კიდე გამოდგეს. ნახეთ რომ ნეპალელები გახდნენ ჯერ, მერე ნახეთ რომ ვენესუელელები გახდნენ, მერე ირანელები გახდნენ. ყველაფერზე მზად არიან რომ იყვნენ ყველა გარდა ქართველებისა. მათი პოლიტიკაა რომ საქართველოს უნდა იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებელი. უნდა ხარიაობათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ არა ჩვენი ნაბიჯით. და ასე რომ დადიოდა ნაცმოძრაობა, როცა მაშინ ხელისუფლებაში იყო, იმიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში. და ასე რომ არ მოქმედებს ქართული ოცნების ხელისუფლება, იმიტომაც გვაქვს 14 წლიანი მშვიდობა. 2 წელიწად ნახევარში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველა შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. ამასთან ერთად სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, ამასაც უნდა დაველოდოთ. მთავარი არის რა, რომ 10 ჯერ წააგეს არჩევნები ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ვაჭე როცა აგებ არჩევნებს, მერე გიჩნდება აგრესია შესაბამისი მოვლენის მიმართ. აქედან გამომდინარე ამ აგრესიისგან ისინი ბუნებრივია ვერ გათავისუფლებიან, თუმცა აქვთ ახლა ერთგვარი გამონათება და საუბრობენ არჩევნებთან დაკავშირებით. არსებითად არ ცვლის არავისთვის ეს ვითარება არაფერს, არც ქვეყნისთვის, არც ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. რომელ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ოპოზიცია ან რა გეგმით უცნობია. ბოლო არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდა. მომდევნო კი საპარლამენტო არჩევნები იქნება და ის კანონმდებლობის მიხედვით 2028 წლის ოქტომბერში გაიმართება. ბოლო საპარლამენტო არჩევნები კი, რომელიც 2 წლის წინ გაიმართა, მისი შედეგებით ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პროტესტის ნიშნად მათი 4-ეულიდან მანდატები გააუქმა 3-მა. 1 წლის შემდეგ გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში კი აქტიურ პოლიტიკურ ველზე დარჩენა ამჯობინა კიდევ ერთმა პარტიამ. შედეგად ლელო და გახარია საქართველოსთვის დღეს მანდატებს ფლობენ საკრებულოებში. დანარჩენი 2 კი ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი ლიდერების მიერ ფორმირებულ ოპოზიციურ ალიანსშია გაწევრიანებული.